მოგესალმებით, ეს მეცკრიპტუმია. დღევანდელ გადაცემას კი ნინი ჯალაბაძე და ლევან ალავიძე გავუწყობთ. მოგესალმებით, 21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მსოფლიო დღეა. ამ დღეს მათზე ბევრს ვსაუბრობთ, ვისმენთ ისტორიებს, ვსაუბრობთ მხარდაჭერაზე. მაგრამ რა ხდება ამის შემდეგ? რატომ იცვლება მათი მდგომარეობა წლებთან ერთად? დღეს ჩვენ სტუმრებთან დაუნის სინდრომის ასოციაციის წევრებთან ერთად სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ. საექნო პროფესია, გამოწვევები განათლებასა და ჯანსაღ სისტემაში. როგორ მოვამზადოთ პროფესიონალი ექნები, როცა ანაზღაურება დაბალია, სამუშაო გრაფიკი კი ძალიან მძიმე და დამღლელია. ბევრი ექთანი ტოვებს ქვეყანას და სამუშაოდ ევროპაში მიდის. რა ხდება დღეს ქართულ ჯანდაცვის სისტემაში და როგორ უნდა შევინარჩუნოთ პროფესიონალები? საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერების სკოლის საექნო დეპარტამენტის უფროსი პროფესორი მაია გოგაშვილი და ამავე დეპარტამენტის კლინიკური სწავლების ხელმძღვანელი მანანა მაჩიტიძე ისაუბრებენ დღეს ჩვენს ეთერში. იცვლება ონკოლოგიის პარადიგმა, მკურნალობის თანამედროვე მეთოდების ხანგრძლივობა გაიზარდა და დღის წესრიგში დადგა გადაჩენილი პაციენტის ცხოვრების ხარისხი. სწორედ ამ მიმართულებას ემსახურება ონკოფსიქოლოგია, შედარებით ახალი მიმართულება საქართველოში, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს და მათ ოჯახებს რთული გზის გავლაში ეხმარება. რა როლი აქვს ფსიქოონკოლოგიას და რატომ არის ის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? ამ თემაზე გვესაუბრება საქართველოს ფსიქოონკოლოგიის საზოგადოების თავმჯდომარე, ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი ქალბატონი თამარ კახნიაშვილი. ახლა კი კვირის ყველაზე საინტერესო სამედიცინო სიახლეებს გაგაცნობთ. მსოფლიოში პირველად ექიმებმა ერთ ოპერაციაში ერთი განაკვეთით გულზე 7 სხვადასხვა პროცედურა რობოტული ტექნოლოგიის გამოყენებით შეასრულეს. ოპერაცია საუდის არაბეთში King Faisal Specialist Hospital and Research Centre-ში ჩატარდა და უკვე შევიდა მეცნიერის ისტორიაში, როგორც პირველი შემთხვევა, როცა გულის რამდენიმე პათოლოგია ერთ რობოტულ ჩარევაში კორექტირდა. 70 წლის პაციენტს ერთდროულად რამდენიმე რთული კარდიოლოგიური პათოლოგია ჰქონდა. ოპერაციის დროს მოხდა მიტრალური სარკმლის ჩანაცვლება, ტრისკუპისტული სარკმლის რეკონსტრუქცია, არითმიის მკურნალობა, წინა გულთა შორის დეფექტის დახურვა, ფილტვის ვენის ანატომიური დეფექტის გამოსწორება და სხვა საჭირო კარდიული კორექციები. ჩვეულებრივ ასეთ შემთხვევაში ოპერაციები ეტაპობრივად ტარდება, თუმცა ექიმებმა ყველა პრობლემა ერთ რობოტულ ჩარევაში მოაგვარეს მინიმალურად ინვაზიური მეთოდით. ამერიკის შეერთებულ შტატებში წითელას შემთხვევებმა 1100-ს გადააჭარბა. ვირუსი, რომელიც წლების განმავლობაში თითქმის გაქრა, კვლავ აქტიურად ვრცელდება. შემთხვევების დაახლოებით 94% იმ ადამიანებში ნახეს, რომლებიც აცრილები არ არიან, ან მათი იმუნიტეტის სტატუსი არ არის ცნობილი. შეგახსენებთ, რომ წითელა მძიმე ინფექცია, რომელმაც შესაძლოა მაღალი ტემპერატურა, ფილტვების ანთება და ენცეფალიტი გამოიწვიოს ბავშვებში და ზოგჯერ ფატალურიცაა. ექსპერტები გავრცელების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ვაქცინაციის შემცირებულ მაჩვენებელს და დეზინფორმაციას ასახელებენ. სპეციალისტები ასევე მიუთითებენ სხვა ფაქტორებზეც, მათ შორის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დაფინანსების შემცირებაზე, რაც მონიტორინგის სისტემას ასუსტებს. 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედა ექთნებისა და მეანექთნების სახელმწიფო რეესტრი, რომელიც პროფესიული საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდასა და ხარისხის კონტროლის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ექთნების დეფიციტზე. სპეციალისტები ამბობენ, რომ პროფესია მძიმე სამუშაო პირობებისა და დაბალი ანაზღაურების გამო ნაკლებად პოპულარული ხდება, ხოლო ბევრი ექთანი სამუშაოდ უცხოეთში მიდის. ამ თემაზე ჩვენ სტუმრებთან საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერების სკოლის საექნო დეპარტამენტის უფროსთან, პროფესორ მაია გოგაშვილთან და ამავე დეპარტამენტის კლინიკური სწავლების ხელმძღვანელ მანანა მაჩიტიძესთან ერთად ვისაუბრებთ. ისინი ხელმძღვანელობენ საქართველოს უნივერსიტეტის საექნო საბაკალავრო პროგრამას, რომელიც შემუშავებულია ევროსაბჭოს დირექტივების, ექთნების საერთაშორისო საბჭოს მოთხოვნებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით. ამიტომაც ეს განათლება მათ აძლევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთში დასაქმების საშუალებასაც. მოგესალმებით, მეგობრებო. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან მოხვედით. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ, რომელზეც ჩვენს გადაცემის მიღმაც არაერთხელ გვისაუბრია ექთნების როლზე სამედიცინო სისტემაში და პირველი კითხვა ზოგადად, ასე თქვა, ზოგად კითხვას დავსვავრავ, რას ნიშნავს საერთოდ საექთნო საქმე და რას ნიშნავს ბაკალავრი ექთანი? აი ეს ყველაფერი რომ აგვიხსნათ მეც და მაყურებელსაც. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ საკითხს უთმობთ ყურადღებას, იმიტომ რომ ჩვენ როგორც მომხმარებლები, ჯანდაცვითი სერვისების, ძალიან დაინტერესებულები ვართ, რომ გქონდეს ხარისხიანი მოვლა. იკითხეთ, რას ნიშნავს ექთანიო? იცით, აღმოჩნდა, რომ ჩვენ თურმე არც ვიცოდით, რას ნიშნავს ექთანი. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე
ექთანი ჩვენთვის იყო ვინ? დამხმარე. ექიმის მარჯვენა ხელი. ყოველთვის ასეთ განმარტებას მოისმენთ. რეალურად ექთანი არის ცოტა განსხვავებული ფუნქციის მატარებელი. ექიმის მოვალეობა გასინჯვა, დიაგნოსტირება, დანიშნულების მიცემა, დანარჩენი პაციენტის მონიტორინგი, პაციენტის განათლება არის სრულად ექთნის საქმე. რაც ჩვენთან სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ხორციელდება, გამომდინარე იქიდან, რომ არ ყავს უმაღლესი განათლების ექთნები. სამწუხაროდ დავეთანხმები ხალბატონ მაიას, რომ სამწუხაროდ მოსახლეობაში ჯერ კიდევ არ არის გააზრებული, ვინ არის ექთანი. აი რო ვიკითხოთ, ხო, აი რა შედის ექთნის ფუნქციაში, ისევ მიდის, რომ მხოლოდ ნემსის გაკეთება და ექიმის დანიშნულების შესრულება. დიდი წნევის გაზომა, თუმცა ექთანს გაცილებით ბევრი ფუნქცია აქვს და პასუხისმგებლობა განსაკუთრებით პაციენტის უსაფრთხოების საკითხში. და კლინიკური მიმართულება, კლინიკური მკურნალობის დროს წარმოუდგენელი არის პაციენტის უსაფრთხოების არ გათვალისწინება და ლომის წვლილი სწორედ ექთანს მიუძღვის, იმიტომ რომ ექთანი რაც უფრო განათლებულია, რაც უფრო მეტი მაღალია მისი საბაზისო ცოდნის უნარი, გადამზადების შედეგად მიღებული, ეგრეთ წოდებული ტრენინგების შედეგად განახლებული ცოდნა, მით უფრო აღჭურვილი არის და მით უფრო მობილიზირებულია იმ ახალი გაიდლაინებით ცოდნით, რომელიც აუცილებელია მინიმუმ რომ დროულად აღმოაჩინოს თუ კი რაიმე გართულება ექნება პაციენტს, იმიტომ რომ ექიმი ყოველთვის არ არის პაციენტთან. ერთ-ერთი რაც თქვენ ახსენეთ, არის ექთნის უნარი, რომ თავად ნახოს ცვლილებები პაციენტის მდგომარეობაში და მოკლედ იქნება ეს ჩათო სამედიცინო გუნდი ან თავად რაიმე ქცევით ეს მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ხო? როგორ ექცევა მნიშვნელობა თქვენს უნივერსიტეტში საექნო დიაგნოზის შესწავლას ექნებისთვის, რომ შეძლო ამ სამედიცინო ცვლილებების თავად აღქმა და რეაგირება სწორედ. მადლობა, ძალიან კარგი კითხვა არის. საექნო დიაგნოზი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საექნო პროფესიაში. რო შევადაროთ საექნო დიაგნოზი და სამედიცინო დიაგნოზი, ხო, სამედიცინო დიაგნოზი ისმება ერთხელ კლინიკაში, როდესაც შედის პაციენტი, მას ისმება სამედიცინო დიაგნოზი და მკურნალობა მიმდინარეობს ამ სამედიცინო დიაგნოზის გაუმჯობესების ან აღმოფხრის მიზნით. საექნო დიაგნოზი დღეში შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალოს, გამომდინარე იქიდან შეფასების შედეგად რა ცვლილებები შეიძლება ქონდეს. შეიძლება გაუმჯობესება ქონდეს, შეიძლება გაუარესება ქონდეს, შეიძლება სტაბილური იყოს. სტაბილურობის შენარჩუნება ესეც უკვე რაღაც საექნო მოვლის, შეიძლება მიზანმიმართული იყოს მიზანი საექნო მოვლისათვის. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა საექნო დიაგნოზის ცოდნა და ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ყურადღებას ვამახვილებთ ამაზე. არსებობს ესეთი ნანდა საექნო დიაგნოზები, ეს არის ამერიკის ასოციაციის მიერ შემუშავებული დიაგნოზების ჩამონათვალი და რომელზეც მიბმული არის თავისი საექნო დიაგნოზი. ვინაიდან ჩვენი პროგრამა, როგორც ახსენეთ, საერთაშორისო სტუდენტებისთვის არის საერთაშორისო ამერიკულ და ევროპულ დირექტივებზე არის აგებული, აქედან გამომდინარე დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამას და მეორე სემესტრიდანვე, როგორც კი სიმულაციური სწავლება შემოდის უკვე ჩვენი სტუდენტების სასწავლო გრაფაში, ეგრევე მაშინვე უკვე ვაქცევთ ყურადღებას საექნო დიაგნოზებს. წარმოუდგენელია პაციენტის შეფასება საექნო დიაგნოზამდე არ მივიყვანოთ, თერაპიის, ქირურგიის ან ნებისმიერი კლინიკური საგნის სწავლება ორიენტირებული არის სწორედ იმისთვის, რომ აი რა არის პაციენტის შეფასების შემდეგ, რა საექნო დიაგნოზი აქვს ამ პაციენტს, რომ შესაბამისი უკვე მოვლის გეგმა შემუშავდეს. დავამატებდი საექნო დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას იღებენ პირველივე სემესტრში, ოღონდ ინფორმაციას. რა არის, რა შეიძლება იყოს. შემდეგ უკვე მეორე სემესტრიდან უკვე მოგეხსენებათ სიმულაციურში და მე უკვე კლინიკებში გადიან ამას. ნანდასთან დაკავშირებით ჩვენი დეპარტამენტი, საექნო დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან. მიმდინარე პროექტია, ჯერ არ აქვს დასრულებული სახე მიღებული, მაგრამ ესტონელ, პოლონელ, ბერძენ, იტალიელ, ესპანელ კოლეგებთან ერთად მუშაობთ ასეთ თემაზე, ხელოვნური ინტელექტის და ნეიროქსელების გამოყენება საექნო დიაგნოზების და მოვლის გეგმების სწავლებაში. არსებობს არაერთი კვლევა, რომ მაგალითად პოსტოპერაციულ პაციენტებში ექნების რაოდენობა დეპარტამენტში განსაცვლელს პაციენტის ცხოვრების ხანგრძლივობას, ისევე როგორც არაერთი მძიმე გართულების
აღმოცენების რისკებს, ხო, როგორც არის პნევმონია, ნაწილები ასე შემდეგ. ამის მიუხედავად საქართველოში მაინც ახალგაზრდები არც ისე ხშირად ირჩევენ ამ პროფესიას სამწუხაროდ. რა პრობლემები დგას დღესდღეობით ამ საბაკალავრო საექნო პროგრამაში საქართველოში? რა გითხრათ, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი პრობლემა. იმ კლინიკებში, ჰოსპიტალებში, სადაც ექთნების 70% და მეტი არის უმაღლესი საექთნო განათლებით, სიკვდილობა და შემოbrunება, ანუ ხელმეორედ სტაციონარიზაცია არის 7-8%-ით ნაკლები, ვიდრე იქ, სადაც არის 70%-ზე ნაკლები. გარდა ამისა, რომ ექთნის დატვირთვა კიდე 2 ზედმეტი პაციენტით სიკვდილობის პროცენტს ზრდის. ანუ ეს მხოლოდ ერთი კვლევა გამახსენდა ახლა და ეს მოგიყვანეთ მაგალითად. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს, რომ დაინტერესდა აი ამ მიმართულებით, იმიტომ რომ როგორც ყველაფერში ცდილობენ, რომ პროგრესს დაუჭირონ მხარი. კაცრავად. 2012 წელს გავაკეთეთ საექნო საბაკალავრო პროგრამა. გვაქვს ქართულენოვანი, გვაქვს ინგლისურენოვანი პროგრამა. მაგრამ რა მოხდა? აბსოლუტური უყურადღებობა ამის მიმართ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანას არ ჭირდება უბრალოდ განათლებული ექთანი. გამომდინარე იმ ქმედებებიდან, რაც აი ამ მთელი წლების განმავლობაში მივიღეთ, არანაირი ხელშეწყობა ამ საბაკალავრო განათლებას არ ქონია. მოხდა ისე, რომ პროფესიული განათლების ლობირების გამო ქვეყანა აფინანსებს უკვე 5 წელია ხო თითქმის აფინანსებს პროფესიულ განათლებას. ნახეთ 2020-ში გავაკეთეთ საერთო საქმის რეფორმის პოლიტიკა შეიქმნა, რომელშიც შევეცადეთ გაგვეზიარებინა არა მხოლოდ საბჭოთა წარსულის მქონე, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითი, რომლებმაც რაქნეს. ერთ დღეს ადგენდა დახურეს ყველა პროფესიული პროგრამა, მაგრამ შექმნეს ეგრეთ წოდებული ხიდი პროგრამები, რომლითაც ყველა არსებული პროფესიონალი გადაამზადეს, გახადეს ბაკალავრი ექთანი და შესაბამისად მიცეს ისეთი ფუნქციები, რასაც ცოტა ხნის წინ ქალბატონი მანაც გესაუბრებოდათ. ჩვენ გავითვალისწინეთ ქვეყნის სიტუაცია, რომ შეიძლება ძალიან დიდი კოლაფსი მომხდარიყო და ამიტომ შევინარჩუნეთ პროფესიული სეგმენტი, მაგრამ თქვით, რომ აუცილებელია, რომ საბაკალავრო განათლებას შეეწყოს ხელი. ამის მაგივრად მივიღეთ, რომ ხელი შეეწყო ისე პროფესიულ განათლებას, მოხდა მისი დაფინანსება საკმაოდ მაღალი თანხით. ხალხი შევიდა ამ პროფესიულ განათლებაში, არ წამოვიდა უმაღლესში, იმიტომ რომ უმაღლესი საერთოდ არ ფინანსდებოდა, თუმცა საგრანტო დაფინანსება ეხებოდა. პატარა კვლევა ჩატარდა და გამოიკვლიეს აი ამ პროფესიული კოლეჯების სტუდენტების რა ნაწილი ბრუნდება საავადმყოფოში. მართალი რო გითხრათ, შედეგები ძალიან ცუდი იყო, რატომ? იმიტომ რომ მონაწილეების, ანუ მსმენელების ნახევარზე მეტი აღმოჩნდა, რომ იყო 50+, რომელიც სულ არ აპირებს საავადმყოფოში ექსტრათ მუშაობას. უდიდესი ნაწილი კოლეჯში სწავლობდა მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ესთეტიკურ მედიცინაში მუშაობის საშუალება ჰქონოდა და მცირე ნაწილი უცხოეთში წასასვლელად ემზადება. აქ მინდა ვკითხო თავს, რომ ეს ამაზე კიდევ მეტი ვისაუბრეთ. რა არის ის ბარიერები? ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, სწავლის საფასური, რომლის გამოც შეიძლება ეს რაკი არ აიჩნია. თუმცა უკვე როცა გახდები პროფესიონალი და ხარ უკვე ექთანი, საქართველოში მაინც გვაქვს პრობლემა, რომ შემდგომი გზა კაფიოდ არ ჩანს. იმიტომ რომ ერთ-ერთი გამოსავალი ჩანს, რომ არ უნდა კლინიკაში ექთანი. სხვა რა კარიერული წინსვლები არსებობს ამ დარგში? არის ეს სამეცნიერო გზა, თუ რაიმე სხვა ხერხები, რომ ექთანი უფრო განვითარდეს? ძალიან კარგად გაქვთ შესწავლილი ეს დარგი, დიდი მადლობა.
ჩვენთან სამწუხაროდ ეს არის ჩიხი. ეს არის ჩიხი და ამაზე ხშირად არსებული პრაქტიკოსი არაჩვეულებრივი ექცნები ყავს მართლა. ყველაფრის გათვალისწინებით მართლა სასწაულებს ჩადიან, რასაც აკეთებენ. და ისინიც ჩივიან, რომ არ აქვს საშუალება არც კარიერული ზრდის და არც განათლების თვალსაზრისით. მიზეზები, რატო არ მოდიან საერთო პროფესიაში, უამრავია. თუნდაც დაბალი სოციალური სტატუსი. ანაზღაურება, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ძალიან რთული სამუშაო გრაფიკი და პირობები. ძალიან რთულია, როცა არ არის ქვეყანაში განსაზღვრული ექთანზე პაციენტის რაოდენობა. კი. ალბათ მინდა რომ ვისაუბროთ აუცილებლად კი. თქვენ გამოდიხართ მაგრამ სწორედ ამ კითხვით. საქართველოში განაწილების ეს ჩარჩოები არ არსებობს. არის მიღებული შეიძლება 1-4-ზე პაციენტების რაოდენობა ექთანზე, წესაუბარი არის ძიმე პაციენტების, შეიძლება 1-5-ზე, 1-6-ზე იყოს. საქართველოში თითქოს ამის სრული რიცხვი არ არსებობს და ასევე ბევრ ექთანს უწევს, რომ რადგან საკმარისი ექთანი შეიძლება არ იყოს დეპარტამენტში, სხვისი სამსახურის აიღო საკუთარ თავზე. აი ეს ყველაფერი როგორ აისახება ამ ექთნების უნარზე, რომ იმუშაონ ხარისხიან და პაციენტებს მიეწოდონ საუკეთესო სერვისი. მე მგონი პასუხი შეკითხვაში ხო? და არ არის საჭირო დამატებითი რაიმე კვლევების შედეგების მოტანა, რომ გადაღლილობა, გადაწვა, რა თქმა უნდა, აისახება ხარისხზე და არც თუ ისე შორი წარსულიდან შეიძლება COVID პერიოდი გავიხსენოთ, ხო? გადაწვა რამდენად მოქმედებდა სამედიცინო შეცდომებზე და საექთნო შეცდომებზე სამწუხაროდ, რომელიც არ არის აღწერილი საქართველოში. სოფლიოში რამდენიმე ქვეყანაში არის აღწერილი კონკრეტულად საექთნო შეცდომები, თუნდაც იგივე მედიკამენტების ადმინისტრირების დროს დაშვებული ან არასწორი მოვლის განხორციელების დროს სამწუხაროდ საქართველოში არ არის. თქვენ ბევრი მიზეზი ჩამოთვალეთ, რომელიც რეალურად მე პაციენტიც ხდება მაგას, ნახევარი ვერ ჩამოვთვალეთ. მიდიხარ კლინიკაში, მამ ყველაფერს ჩვენ პაციენტებიც ვამჩნევთ რა, არ არის მხოლოდ ისე, რომ ვერ ვამჩნევთ, რომ ექთნების მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ბოლო შეკითხვა უნდა დავსვა, პროფესიული რეგისტრაციის პროგრამა ამოქმედება, მაგრამ და ალბათ იქ გამოჩნდება, რომ ძალიან ბევრი ექთანი არის წასული ემიგრაციაში და ამის გარდა აქ გამოჩნდება ალბათ ისიც, რომ სინამდვილეში საქართველოში ერთ პაციენტებზე ბევრად უფრო მეტი ექთანი არის საჭირო და რაოდენობა არ ყოფნის, ასე ვთქვათ ამის და რა შეიძლება რომ ამ პროფესიულმა რეგისტრაციამ აჩვენოს კიდევ თქვენთვის, როგორ ხედავთ ამ ყველაფერს? ჩემი აზრით, გარდა იმის, რაც ჩამოთვალეთ, აჩვენებს იმას, რომ ეს რიცხვი, რომელიც დღეს გვაქვს, დაახლოებით 22,000 ექთნამდე, ხო? ეს არ არის რეალური რიცხვი, იმიტომ რომ ისიც არ უნდა დაგვაუძლოს, რომ ექთნები მუშაობენ ორ სხვადასხვა ადგილას და შესაბამისად შეიძლება სამ ადგილასაც მუშაობენ. ამიტომ გაორმაგებული, დუბლირებულია ფაქტობრივად ექთნები, ხო, იმ სიაში, რაც გვაქვს. 2027-დან სექტემბრიდან უნდა დაიწყოს უკვე გამოცდის გზით რეგისტრაცია და საქართველოში უკვე გვეყოლება 2 დონის ექთანი. ერთი იქნება სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთანი, რომელიც ეს არმია რაც ყავს 22,000 ქაღალდზე და იქნება რეგისტრირებული ექთანი, რომელიც რეალურად ალბათ იქნება 1-2. ერთი ნამდვილად ვიცი, ჩვენი კურსდამთავრებული იქნება, რომელიც დაიწყებს მალე მუშაობას ერთ-ერთ ქართულ კლინიკაში. ძალიან საინტერესო მუშაობა შევეხეთ, რომელზეც ჩვენც ძალიან ხშირად გვისაუბრია. კი, და მგონი ნებისმიერ სამედიცინო პერსონალს უფიქრე იმაზე, რომ რა მძიმე მდგომარეობაში უწევთ მუშაობა ექთნებს. კი, ნამდვილად. და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ძალიან ღირსეულ და მნიშვნელოვან პროფესიას უფრო მეტი არიჩევს, თუმცა და შეიძლება აღქმა, რაც ორივე მახსენეთ, რომ ეს სტატუსი, რომ ისინი შეიძლება უბრალოდ იცით რა მთავარი არის ალბათ ეს მასლოუს საჭიროებების იერარქია არსებობს და ექთნების შემთხვევაში ხშირად ირღვევა ხოლმე ეს საჭიროება. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები ბევრი აქვს ექთანს, მაგრამ პირველ რიგში ცდილობს, რომ თავისი პროფესიულის დაიკმაყოფილოს. მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის და ალბათ საზოგადოების გვერდში დგომა ჭირდება ამ საქმეს. აუცილებლად. მესმალობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ძალიან საინტერესო იყო. თან
თანამედროვე მედიცინაში ინოვაციების საფუძველი ხშირად რუტინული პროცედურების გამარტივება ხდება. ყველაზე ხშირი პროცედურა, რომელიც ყველას გამოგვიცდი, არის ვენაში ნემსის გაკეთება ანალიზების ასაღებად ან წამლის გადასხმისთვის. თუმცა ვენის პოვნა ყოველთვის მარტივი არაა, მით უმეტეს ონკოლოგიურ პაციენტებში და მოხუცებულობაში. ასეთ დროს სამედიცინო პერსონალს ხშირად უწევს ვენის ძებნა, რაც იწვევს მტკივნეულ ჩხვლეტებს, რის გამოც პროცესი ფიზიკურ ტკივილთან ერთად დიდი სტრესია პაციენტებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. თუმცა ამ მხრივაც მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროგრესი გვაქვს. არსენ სეპისკვერაძე მოგუყვება ამ თემაზე დღეს კვლავ ახალი ინოვაციური თემით მოხვედი ჩვენთან და მოგვიყევი რას ნიშნავს ვენის უფრო მარტივად პოვნა ტექნოლოგიური შესაძლებლობებით. მოგესალმებით ლევან ნინი. მეცნიერებმა ვენების ვიზუალიზაციის ინოვაციური სისტემა შეიმუშავეს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს და ინფრაწითელ ოპტიკას აერთიანებს. ეს მაღალტექნოლოგიური მეთოდი სამედიცინო პერსონალს საშუალებას აძლევს პირველივე სთაზე მოათავსონ ნემსი პაციენტის ვენაში, რაც პაციენტისთვის ნიშნავს იმას, რომ ის თავისუფლდება მრავალჯერადი მტკივნეული ჩხვლეტებისა და ქსოვილის არასაჭირო დაზიანებისგან. ინფრაწითელი რენტგენი ახსენე, ხო არსენ? հետո როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია და ასევე უსაფრთხო თუ არის პაციენტებისთვის, იმიტომ რომ რენტგენი ვიცით, რომ მაინც თავის რისკებს შეიცავს პაციენტებისთვის, ხო? ეს მეთოდი მუშაობს პრაქტიკაში როგორც ახსენე ინფრაწითელი რენტგენი, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს კანი გამჭვირვალედ დაინახოს და მის მიღმა ზუსტად განსაზღვროს ვენების მდებარეობა. ეს მეთოდი არის თავიდან ბოლომდე უსაფრთხო, რადგან რენტგენისგან განსხვავებით ის არ შეიცავს მაიონიზირებელ გამოსხივებას, რომელიც მართლაც საშიშია ჯანმრთელობისთვის. თავის მხრივ მისი დასხივების ინტენსივობა არ არის იმდენად დიდი, რომ დნმ-ის ან კანის დაზიანება გამოიწვიოს. ხელოვნური ინტელექტთან არის დაკავშირებული ეს ტექნოლოგია, როგორც ვიცი და ახსენე კიდეც და მარკეტინგული ხრიკის ნაწილია ეს ყველაფერი თუ მართლა არის რაიმე ტიპის ხელოვნური ინტელექტთან ინტეგრაცია ამ ტიპის ტექნოლოგიას? ხელოვნური ინტელექტი ამ ტექნოლოგიაში არ არის მარკეტინგული ხრიკი. ავხსნათ მოდი ჯერ როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია. აპარატი ასხივებს ინფრაწითელ შუქს, რომელსაც სისხლში არსებული ჰემოგლობინი შთანთქავს და შედეგად ვენები უფრო მუქად ჩანს ქსოვილის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით და შედეგად გამოსახულებაც უფრო კაფიო არის ვენებისა და სისხლძარღვების. მარკეტინგული ხრიკი კიდევ ერთხელ ვახსენოთ, რომ არ არის ეს ხელოვნური ინტელექტი, ის უზრუნველყოფს გამოსახულების უფრო მკაფიოდ ჩვენებას და კანის ჭრილებისგან ათავისუფლებს გამოსახულებას. ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე გადაცემაში სულ იმაზე, რომ პაციენტებს უმარტივებს არსენის მიერ მოყოლილი ტექნოლოგიების საქმეს, დღეს მე მგონი მეტპერსონალისთვის არის ეს ყველაფერი უფრო მეტად და პაციენტებისთვისაც ასევე. კი, პაციენტებისთვის არის ინამდვილეში, მაგრამ მეტპერსონალსაც უმარტივებს და და აუცილებლად თქვა ძალიან რთულია ზოგ პაციენტში ვენის პოვნა. თუ არის ონკოლოგიური პაციენტები, ბავშვებში არის ძალიან რთული, იმიტომ რომ სტრესული ამათთვის მტკივნეულია ეშინიათ ასე ვენებსების და შიში აქვს ალბათ პირადი გამოცდილების შენს გეშინია ნემსის. ხო, ვისაც ეშინია, ალბათ იმათვისაც უფრო მარტივია რა. არსენ, რომელ დეპარტამენტებში ხდებით ყველაზე ხშირად ამ ტექნოლოგიას და რომელი ექიმები ყაღადებენ ის? ხო, ეს მეთოდი გავრცელებულია მსოფლიოს წამყვან კლინიკებსა და საავადმყოფოებში, უფრო მეტად გადაუდებელი დახმარებისა და პედიატრიულ ცენტრებში და ამ ტექნოლოგიის გავრცელების არეალი კიდევ და კიდევ ფართოვდება და ექსპერტების შეფასებით ეს ინსტრუმენტი მალე გახდება ისეთივე გავრცელებული, როგორც მაგალითად სტეტოსკოპი. მეცნიერები აგრძელებენ ამ ტექნოლოგიის დახვეწაზე მუშაობას, მისი მინიატურიზაციის, ანუ უფრო დაპატარავების მიმართულებით, რომ მაგალითად სასწრაფო დახმარების ექიმებმაც თანატარონ ეს ტექნოლოგია და ადგილზე ჩაატარონ პროცედურები უფრო მარტივად და უსაფრთხოდ. დიდი მადლობა არსენ ამ შეფასებისთვის. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა. როგორც ყოველთვის საინტერესო იყო. ესთეტიკური მედიცინის ახალი სამიზნე უჯრედების სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნება. სწორედ ამ კონცეფციას ეფუძნება ახალი პრეპარატი, რომლის პრეზენტაცია თბილისში ბიოლში გაიმართა. როგორც შემქმნელები განმარტავენ, გარემო პირობების სტრესი და ულტრაისფერი გამოსხივება უჯრედულ დნმ-ს აზიანებს. ახალი პროდუქტის მთავარი მისია კი ყველა ტიპის კანისთვის ბიოლოგიური ფარის შექმნაა. როგორც იცით, დაბერება გლობალური პროცესია, რომელიც მთელ მსოფლიოს ეხება. ყველა მამაკაცი და ქალი გადის დაბერების პროცესს, ამიტომ ეს პროდუქტი მთელ მსოფლიოში ვრცელდება, რადგან ჩვენი მიზანია დავიცვათ ყველა ტიპის კანი. დაწყებული იმ კანიდან, რომელიც დღეში 24 საათი მზის ქვეშაა, დამთავრებული იმ კანით, რომელიც ძალიან დაბალ ტემპერატურაზე იმყოფება. ასე რომ ეს პროდუქტი იცავს ნებისმიერ კანს ადამიანის ცხოვრების სტილისა და გარემო პირობების მიუხედავად. საერთაშორისო აღიარების მოლოდინში მყოფი პროდუქტის უნიკალურობა მის ფორმულაშია. ის ორი ძირითადი ჯგუფისგან შედგება: მოწინავე ბიოტექნოლოგია უჯრედების აღსადგენად და ბოტანიკური ანტიოქსიდანტების ფარი. მეცნიერები განსაკუთრებულ აქცენტს პრეპარატის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე აკეთებენ.
პროექტის კონცეფცია, რომელიც ორ მთავარ ჯგუფზე არის დაფუძნებული. პირველი ჯგუფი შედგება ნადისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტია, რადგან აქვს უნარი აღადგინოს უჯრედული მატრიქსი, რაც კანსა და მის ტონუსს მეტ სიძლიერეს მატებს. მეორე ჯგუფი არის ანტიოქსიდანტების ერთობლიობა. ეს ჯგუფი შედგება შიტაკეს ექსტრაქტის, მწვანე ჩაის ექსტრაქტისა და ნიაცინამიდისაგან. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ მაქსიმალურად უსაფრთხო პროდუქტი მივიღოთ. სწორედ ამიტომ ვირჩევთ ისეთ ინგრედიენტებს, რომლებიც სტერილიზაციის დროსაც კი სტაბილურობას ინარჩუნებენ. Power Nature-ი იტალიაში წარმოება, თუმცა იდეის ავტორი ქართველი ექიმი, ქირურგი, დერმატოლოგი, პროფესორი ილია მესხია. მისი მრავალწლიანი გამოცდილება და სამეცნიერო ინტერესები ერთ მნიშვნელოვან შედეგში გაერთიანდა. შეიქმნა ახალი ანტიოქსიდანტი, რომელიც სამ განსხვავებულ კომპონენტს აერთიანებს. უნიკალური ქიმიური ფორმულის სრულყოფისთვის მან ლაბორატორიული კვლევებისთვის იტალია აირჩია. ქვეყანა, სადაც ფუნქციონირებს სპეციალიზებული ქიმიური ლაბორატორია და ამ მიმართულებით მაღალი კვალიფიციური ქიმიკოსები მუშაობენ. ყველაზე გამორჩეული ამ ინოვაციაში მისი ქართული წარმომავლობაა. ულტრათანამედროვე პრეპარატის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2007 წელს საქართველოში დაიბადა და ის ქართული საფერავის უნიკალურ თვისებებს უკავშირდება. ჩვენ გადავწყვიტეთ რესვერატროლის, ასე ვთქვათ, გამოყოფა საფერავის ჯიშისგან. ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ სამწუხაროდ იმ დროისთვის არ იყო საქართველოში ამისი ისეთი შესაძლებლობა, რომ სუფთა სახით მიგვეღო. ამიტომ დამთავრდა ეს საინტერესო თემა ამ ნოტაზე. მრავალი წლის მერე მე გავიცანი ჩვენი იტალიელი კოლეგები, რომელთაც აქვთ შესაფერის ლაბორატორია, ინოვაციური ლაბორატორია და გადავწყვიტეთ აგვეღორძინებინა ეს იდეა. ოღონდ ამ შემთხვევაში უფრო გავართულეთ და ყურძნის ექსტრაქტს დავუმატეთ მწვანე შაის ექსტრაქტი და დავუმატეთ ეგრეთ წოდებული სოკოს ექსტრაქტი. ანუ სამი ანტიოქსიდანტი გავაერთიანეთ, რაც შეუძლებელი იყო აქამდე, არც ერთ სხვა კომპანიას არ გაუკეთებია. სწორედ ეს სამმაგი ინოვაცია ის, რამაც ესთეტიკური მედიცინის სფეროს პროფესიონალების დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩვენ გვქონდა ანტიოქსიდანტები, სადაც არის მონოკომპონენტური, ორი კომპონენტი, მაგრამ სამკომპონენტიანი ანტიოქსიდანტი. ძალიან ისეთი იშვიათი არის ბაზარზე, მე არც მახსენდება თუ კი არსებობს კიდევ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროდუქტი იქნება მსოფლიო აღიარების. ძალიან მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ ვარ კვლევაში ჩართული ამ პრეპარატთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრეპარატი გახდება არა მარტო ქართველი პაციენტებისთვის, არამედ მსოფლიო პაციენტების ერთ-ერთი ფავორიტი და საყვარელი პროდუქტი. პროდუქტის შექმნა მხოლოდ დასაწყისია. ავტორების მიზანია ესთეტიკურმა მედიცინამ ზუსტად ისეთივე მკაცრი კლინიკური მოლეკულური კვლევები გაიაროს, როგორცაც ტრადიციული ფარმაკოლოგია მოითხოვს. ქართული იდეითა და იტალიური ტექნოლოგიებით შექმნილი ეს ინოვაცია ცხადყოფს, რომ თანამედროვე მედიცინა მუდმივად ვითარდება. უჯრედების აღდგენაზე ორიენტირებული სამკომპონენტიანი პრეპარატი უკვე მზადაა თბილისიდან მსოფლიო ბაზარზე გავიდეს. 21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მსოფლიო დღეა. მათ უამრავი გამოწვევა აქვთ. მაგრამ დღეს ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ყოველდღიურად ხვდებათ, განსაკუთრებით სამედიცინო მომსახურების და მხარდაჭერის კუთხით. ჩვენ კრამავსამებს არ ვითვლით ერთად მარტოობის წინააღმდეგ. დღეს სტუდიაში ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენი სტუმრები არიან დაუნის ასოციაციის დამფუძნებელი ლია ტავატაძე და ასოციაციის სამძიმნო მიღწევების ხელმძღვანელი რუსუდამ გებრიშვილი. გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მოგწონთ. მადლობა რომ მოგვიწვიეთ ასეთ მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროთ. ნამდვილად, ხაბლასო, კითხვით თქვენთან მოვა პირველ რიგში და არის ის მთავარი სამედიცინო პრობლემები, რომლებიც აწუხებს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს. ლევანი, ცოტა ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის არის შექმნილი სამედიცინო მართვის გაიდლაინი. სწორედ იმიტომ, რომ არაერთი გამოწვევა აქვთ დაბადებიდან, თანხლები, დაავადებები და სამწუხაროდ რისკი ამ დაავადების განვითარებისა წლების მატებასთან ერთად არ იკლებს, პირიქით მატულობს. შესაბამისად, მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი ჭირდება მათ მდგომარეობას და ეს არც ერთი წუთით იმას არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა ის დაავადება რისკენაც არის მიდრეკილი ქრომოსომული წინასწარ-განწყობით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი, აუცილებლად უნდა განვითარდეს და იჩინოს თავი. უბრალოდ მუდმივი კონტროლია საჭირო, დროული ჩარევა, რომ არ გართულდეს მდგომარეობა და მართვადი იყოს სიტუაცია და არ გქონდეს სავალალო მდგომარეობები და გართულება, ხო? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გაიდლაინი ახსენეთ და მაგაზე მქონდა შეკითხვა, რომ 2024 წელს როგორც ვიცით, საერთაშორისო სამედიცინო გაიდლაინი ითარგმნა, მაგრამ დამტკიცებული ჯერ არ არის, არ მომხდარებს დამტკიცება და რა მნიშვნელობა აქვს ასეთი ტიპის გაიდლაინების პრაქტიკაში დანერგვას, დამტკიცებას, ხელშეწყობას, არ ვიცი, ყველაფერს.
კი ბატონო, როგორც აღნიშნე, ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი არის დაუნის სინდრომი, რომელთაც კაცრად გაწერილი, სპეციფიურად გაწერილი სამედიცინო მეთვალყურების გაიდლაინი აქვს და 2022 წელს ამერიკის პედიატრიის აკადემიამ განაახლა ახალი ცვლილებები შეიტანა და რაც არასდროს არ ყოფილა აქამდე, დაასრულთა სამედიცინო მართვის გაიდლაინიც შეიქმნა 2022 წელს და ჩვენმა ასოციაციამ, რა თქმა უნდა, ჩვენ სულ თვალყურს ვადევნებთ ყველა სიახლეს და მტკიცებულებებს და დაფუძნებულ სიახლეებს ვნერგავთ ჩვენს, ასე ვთქვათ, ჩვენთან და ვავრცელებთ ამას სამედიცინო სექტორში. მოხდა ამ გაიდლაინის თარგმნა, სპეციალისტები სამედიცინო გუნდი შეიკრიბა, ერთად ადაპტირდა ჩვენს საქართველოს რეალობაზე. გაიდლაინების დამტკიცების საბჭოს გავიდა ჯანდაცვის სამინისტროში, სამედიცინო კონფერენციაც ჰქონდა ზუსტად 2024 წელს, 4 წელი იყო ხო თუ არ ვცდები, მაგრამ სამწუხაროდ აი ბოლო ეტაპზე შეჩერდა ეს პროცესი, იმიტომ რომ ჯანდაცვის ვებგვერდზე დღემდე არ არის ატვირთული ახალი გაიდლაინი, სადაც ბევრი ცვლილება არის, რაც მნიშვნელოვანია. რა პრობლემები შეიძლება წააწყდეთ ესეთ დროს, როდესაც გაიდლაინი არ არსებობს სახელმძღვანელოდ, ასე ვთქვათ? და არიან თუ არა ექიპები ინფორმირებულები იმაზე თუ რა ჭირდებათ ამ პაციენტებს. პირველად 2015-ში გავაკეთეთ ეს გაიდლაინი, დამტკიცდა, მაგრამ დღეს საიტზე აღარ იძებნება არც ეს ძველი გაიდლაინი. შემდეგ მედიცინა ვითარდება და იცვლება, ამიტომ განვაახლეთ და მით უმეტეს დასრულების, როგორც რუსუდანმა აღნიშნა, საერთოდ არ არსებობდა და გაჩნდა. და სისტემაში ისევ არ არის და ისევ გვიწევს რუსუდანი არის ჩვენი ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი და 24/7-ზე ფაქტობრივად სულ ხაზზე არის თუ ექიმებთან, თუ მშობლებთან, რომ ინფორმაცია გაცვალოს, ისევ გვიწევს кейსებზე მიყოლა, ექიმებთან კონტროლი, ჯერ ეს გააკეთიან და პრევენციულ მედიცინაზე საერთოდ ვერ ვსაუბრობთ. ანუ ფაქტობრივად ჩვენი რეაგირება არის შემდგომი რაღაცა მოხდა და მე ვაკეთებთ რეაგირება. მშობლებში კი ვავრცელებთ, რომ ეს მონიტორინგი ჭირდება, მაგრამ მშობელი მაინც ოჯახის ექიმზე ან პედიატრზეა დამოკიდებული. არც არის ვალდებული, რომ სულ იხედოს, ხო, ანუ იმდენი გამოწვევები და სტრესები, ანუ სულ გაიდლაინით ხელში ვერ ივლის ხო მშობელი ფიზიკურად, მაგრამ უწევს. ხო, ამიტომ ექიმს არის მინდობილი და მონიტორინგი და პრევენციული მართვა ვერ ხდება და როცა რაღაცა რთულდება, მაშინ გვიწევს იმ кейსებზე გაყოლა და ანუ ძალიან რთულია და თან გარდა მაგისა დაფინანსებაც არა აქ, ანუ ჩვენ ამ გაიდლაინის დამტკიცებით, ანუ ერთადერთი რაც აკლია მინისტრის ხელმოწერაა, რომ აიტვირთოს ჯანდაცვის სისტემაში, თორე პროფესიულმა წრემ დაამტკიცა უკვე გაიდლაინების ეროვნულმა საბჭომ, ხო და 2 წელია თუ მეტი ველოდებით ამ მარტივ ხელმოწერას. ჩვენ ბავშვებთან ბოლო კვლევებით დადასტურდა, რომ 80%-ზე მეტი შეიძლება შემთხვევა იყოს ძილისაპნოე, რაც არის ძილში სუნთქვის შეჩერება. ეს არ არის ქართული კვლევა, საერთაშორისო კვლევებზე დაფუძნებით საუბრობთ და ეს კვლევები დღემდე უძვირესია და ექიმებმა არც იციან, რომ ამას უნდა მიაქციონ ყურადღება. და ხშირად მშობელი, იმიტომ რომ პრევენციული რაღაც კვლევა ჩაუტაროს, ასეთ თანხას უბრალოდ ვერ გადადებს და არ უკეთებს. და მხოლოდ მაშინ დგება ეს კვლევა, როცა რაღაცა რთულდება. ამიტომ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსგან 2022 წელს დავიწყეთ ამ განახლებაზე მუშაობა, პირობა მივიღეთ, რომ ეს დამტკიცდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი სექტორი იყო ჩართული ამ პროცესში და ჯანდაცვის მექანიზმსაც მივაბავთ, რომ ელემენტარული კვლევები შევიდეს და დღემდე ველოდებით. ადამიანების სიცოცხლე არის ამაზე დამოკიდებული, ხო? ანუ ზოგჯერ უბრალოდ არ იციან და გარდაცვალებებიც ხდება სამწუხაროდ, იმიტომ რომ არასწორი მართვა ხდება რაღაც საკითხების და ძალიან მე სულ ემოციურად ვითრგუნები ამ თემაზე, იმიტომ რომ მე 15 წელია მინიმუმ რაც ამ საკითხების გარშემო დავდივარ და ეს ელემენტარული პრობლემა, რაც ადამიანის ჯანმრთელობას სიცოცხლეს უკავშირდება, ესეც კი ვერ გადავჭერით სისტემურად და ძალიან რთულია ნამდვილად ამაზე საუბარი. რთულია, რაზეც მინდა უფრო ყურადღება გავამახოთ, არის სწორედ ის გეგმიური კვლევები, რომელიც აუცილებელია ამ ბავშვებში და უკვე შემდგომ მოძრაობებში ჩატარდეს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი კვლევა არის დაბადების შემდეგ გულის ეკოსკოპია, იმიტომ რომ უფრო ხშირი არის გულის მანკები ასევე ამ ბავშვებში. თუ ტარდება ეს გამოკვლევა საქართველოში რუტინულად და ხომ ყოფილი შემთხვევები რომ ეს
შემდგომ მიდის უფრო სავალალო მდგომარეობამ. კი, ბატონო ლევან, კი პასუხებთ. 50%-ია დაახლოებით დაუნის სინდრომის მქონე პირებს დაბადებიდან შეიძლება კონდეთ გულის მანკი, კომბინირებული მანკი და ასევე შეძენილი გულის პათოლოგიებიც ასაკისთან ერთად თავს იჩენს ხომ, ვიცით და აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ. მთავარი რაც არის დაბადებიდან ბავშვს ერთ თვის მანძილზე აუცილებლად უნდა გაუკეთდეს კარდიოეკოსკოპია და ძალიან ხშირ შემთხვევაში მთავარი რაც გაიდლაინში არის გაწერილი, მიუხედავად იმისა არის თუ არა ჩივილი, ანუ პედიატრი თulis თუ არა ამ საჭიროდ, ისმინება თუ არა რაიმე შუილი, ეს არის ოქროს წესი, ანუ ოქროს სტანდარტი, ეკოსკოპია უნდა ჩატარდეს. ყავს არაჩვეულებრივი ლიზიკო, რომელზეც ჩვენ ფონდი ზრუნავს და ამ უსაყვარლეს არაჩვეულებრივ გოგონას, რომელიც ცხოვრობს გურიაში, იმის გამო რომ დაგვიანებით მოხდა დიაგნოსტიკა და ჩვენ ვიყავით ვინც მე პირადად ჯოინში თან ვახლდი, გავუკეთეთ კვლევა, აბსოლუტურად ყველაფერი. მთელი ჯოინის გუნდი იყო ჩართული ჩვენთან ერთად და სამწუხაროდ ეს არის აი ვერ აგიწერთ როგორი შეგრძნება უსუსურობის განცდისა, როცა გამოდიან ექიმები ერთად ვშდებით და ვსაუბრობთ მდგომარეობაზე. ეს არის კომბინირებული გულის მანკი, რომელიც დადგინდა უკვე 2 წლის იყო ლიზიკო ჩამოვიყვანეთ ხო თუ 3-ის, რომელიც არაოპერაბელურია და ვერაფერს ვერ გავხდებით. შესაბამისად, უბრალოდ ხელშეწყობი თერაპიაა. ეხლა და მაგალითად ამ ეტაპზე მოემატა ქოშინი და ისევ გვიწევს კონტროლი. ვერაფერს ვერ შვებით და მოგიხსენებათ მექიმები ბრძანდებით კომბინირებული მანკი გარკვეულ ასაკამდე ცოტა ხანი აძლევს საშუალებას რომ გულმა იმუშაოს დაგვიანებული დიაგნოსტიკით, იმიტომ რომ დღეს გულის მანკი ძალიან მარტივად მოსაგვარებული პრობლემაა, მოგიხსენებათ ძალიან ხშირად და ძალიან ბევრი ოპერაცია კეთდება ყოველდღიურად, თავარია დროული დიაგნოსტიკა რომ არ გართულდეს მდგომარეობა. გარდა იმისა, რომ ეს კარდიოლოგიური პრობლემები ახსენეთ თქვენ ძილის ობსტრუქციული აპნეუმის ჭიდვა კვლევა პოლისონოგრაფიული კვლევა, რომელიც როგორც ვიცით თბილისში არის მხოლოდ ხელმისაწვდომი და თუ ავსდები ასე სადღაც 1000 თბილისში და ბათუმში ღირებულები. ამ ხრივ რეგიონში მცხოვრები მშობლები რას შვებიან ამ შემთხვევაში უწევთ ჩამოსვლა რეგიონში რომ ეს კვლევა ჩაიტარონ და რა ფინანსებთან არის ეს დაკავშირებული ასევე. რეგიონის მშობლებთან დაკავშირებით მაგალითად რამდენიმე წლის წინ UNICEF-ის კვლევაში ვიღებდი მეც მონაწილეობას აქტიურად და კვლევა მაჩვენა რომ რეგიონის მშობლებს უფრო ძვირი უჯდებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მართვა, როგორც ჯანმრთელობის მეთვალყურეობა ისე განვითარებაზე ზრუნვა, ვიდრე დედაქალაქში მცხოვრებ ან მსხვილ ქალაქში მცხოვრებ მშობლებს. ეს კვლევებმა დაადასტურა იმიტომ რომ იქ არა აქვს ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა, უნდა ჩამოვიდეს დედაქალაქში, დაბინავდეს, შეიძლება კვირაობით მოუწიოს ყოფნა და გაცილებით ძვირი ჯდება. სწორედ ამიტომ ფონდიც ახსენა რუსუდანმა, ჩვენ გვაქვს შექმნილი ფონდი, რომელშიც ესე კერძო პირებისგან ვაკეთებთ თანხების მობილიზებას და ამ ჯანმრთელობის მეთვალყურეობის დაფინანსებას ვეწევით, რამდენადაც ეს შეგვიძლია. და მიუყვებით ეს ადამიანების ჯანმრთელობის ისტორიებს. აი, მაინც უნდა ვიკითხო რა მოლოდინები კერძო სექტორისგან, ბიზნესებისგან არის მათი მხრიდან რაღაც ტიპის ინიციატივები საჭირო, აი თქვენ როგორ ხედავთ ამ გამოცდილებით? დიახ, ეხლა ვინაიდან ვიცით, რომ რესურსებზე ხელმისაწვდომობა ფაქტობრივად ძალიან მცირეა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ორგანიზაცია, ასოციაცია არის, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაცია თავისი სტრუქტურით და ყოველთვის იყო 100%-ით გრანტებზე დამოკიდებული, უცხოურ გრანტებზე, იმიტომ რომ ჩვენ სახელმწიფო დაფინანსება არასდროს არ გქონია და არც უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ინტერესთა კონფლიქტში არ იყოს სახელმწიფოსთან. შესაბამისად რესურსებზე ხელმისაწვდომობა არ გვაქვს, ის რაც ვახსენეთ, რომ სამეცნიერო სექტორში ჩვენ ვუზიარებდით ტრენინგებით მათ შორის, ამასაც ვეღარ ვაკეთებთ და უბრალოდ ესე ჩვენი სივრციდან ვაწვდით მათ ინფორმაციებს. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ბიზნესების მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაღაცნაირად საზოგადოებამ, მათ შორის ბიზნესმა უნდა აიღოს პასუხისგებლობა თავის მოქალაქეებზე და ის საჭიროებები, რაც გამოჩნდა, რომ ფაქტობრივად არ კეთდება ხო სახელმწიფო დაფინანსებით, რაღაცნაირად დაეხმარონ ჩვენაირ ორგანიზაციებს, რომ შევძლოთ ამის გაკეთება, ხო? ასეთი მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს განვითარებულ ქვეყნებში
და ჩვენი ქვეყანაც დიდი ხანია CSR-ის მიმართულებაზე, ანუ ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობაზე რაღაცა ნაბიჯებს სულ დგავდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ იქცა რაღაც გრძელვადიან მდგრად მხარდაჭერად. მაინც დღემდე ბიზნესები ერთჯერად რაღაც საქველმოქმედო ღონისძიებებით შემოიფარგლებიან და ძალიან ნელა, მაგრამ ნელ-ნელა რაღაცნაირად ჩვენ და ბიზნეს სექტორი ვიზრდებით, რომ უფრო მეტი ვისწავლოთ ერთმანეთისგან და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გამოგვივა, ამაში ბევრ ძალისხმევას ვხარჯავთ. ეხლაც ბათუმში ქონდა გუშინ შეხვედრა აჭარაში არსებულ კომპანიებთან, რომ იგივე მათ მეტი ყურადღება მიაქციონ თუნდაც აჭარის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. უამრავ პრობლემაზე ვისაუბრეთ დღეს და კიდევ შევაჯამოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათაც იქნება არის, რომ ეს გაიდლაინი, რომელიც უკვე არსებობს, დამტკიცდეს და გახდეს ყველა ექიმისთვის ხელმისაწვდომი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შეძლონ არა მარტო მშობლებმა მართვა, არამედ ექიმებმა უფრო კორექტულად ამ დაავადებების თავიდან არიდება, ხო? და ასე ვისაუბრეთ დაფინანსებაზე, რომელიც ძალიან მცირეა, როგორც მივხვდი და იმედი მაქვს, რომ ბიზნესები, სახელმწიფოს გაიგონებს თქვენ ხმას და ყველაფერი პოზიტიურად შეიცვლება. სიუჟეტი მინდა რომ გავაცნო მაყურებელს, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახებისთვის მართალია ყოველდღიურობა სირთულეებთან, მუდმივ ზრუნვასთან და პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, თუმცა ამ ბავშვებმა მათ ცხოვრებას სრულიად სხვანაირი ხედვაც ასწავლეს. ჩვენი შემდეგი სიუჟეტი გვიყვება დედაზე, რომელიც ამბობს, რომ ასეთ ბავშვთან ცხოვრებას ადამიანს უფრო გრძნობიარეს, ყურადღებიან და უკეთეს ადამიანად აქცევს. ეს ბავშვები გვახსენებენ, რომ სიკეთე, გულწრფელობა და სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობებია. მატას დიაგნოზის შესახებ 12 კვირის ორსული ვიყავი, რომ გავიგე. ეხოზე იეჭვეს და მე ნიფტის ანალიზი გავიკეთეთ და მოკლედ 95%-ით დადასტურდა, რომ მატას ექნებოდა დაუნის სინდრომი და ნუ ცხადია იყო შიშიც, აი გაურკვეველი მომავლის უფრო აი პირველი ემოცია რაც მქონდა ის მახსოვს, რომ რა ეშველება, როცა უჩემოდ მოუწევს ცხოვრება და აი ეს შიში და ნერვიულობა მქონდა უფრო მეტად, ვიდრე თქვათ აი თვითონ მოცემულობის. დარდობდი იმაზე, რომ ჩემს უფროს შვილებს რამხელა პასუხისმგებლობას ასე ვთქვათ დავუმატებ მთელი ცხოვრების მანძილზე და აი ეს მომენტი იყო ჩემთვის ცოტა საფრთხილო, კი არა, აი უფრო მართლა საშიში. დიაგნოზის გაგების შემდეგ მთავარი ამოცანა კითხვებზე პასუხის პოვნა იყო. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც შიში მყოფ ოჯახს სიმშვიდე დაუბრუნეს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი გენეტიკოსი, რომელთანაც მივედით და აი მართლა მივედი უბრალოდ მე ჩემი მეუღლის გარეშე და აი წვდიადი რო განათდება, მართლა ესე არ იყო მის მოვალეობაში ალბათ რომ 2 საათი დამჯდომოდა და ესაუბრა ჩემთან, მაგრამ აი მართლა დეტალურად ამიხსნა ყველაფერი ჩამაყენა საქმის კურსში და მაქედან ყველაზე მეტად ის მახსოვს, რომ გამოვედი და ჩემ მეუღლეს დაურეკე, რომ ნეტა აქ ყოფილიყავით, ხო როგორი სიმშვიდე მომყვება თქო, მაშინ უთხრა ჩემო მეუღლემ, რომ მიხარიაო რომ ეგრე ხარო, იმიტომ რომ მე ისედაც ეგრე ვიყავიო და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ძალა. ღელვა მალევე გაქრა. დღეს მატა ოჯახის სრულფასოვანი და განუყოფელი წევრია. პატარა გოგონამ ირგვლივ მყოფებს ბევრი რამ, მათ შორის ყველაზე მთავარი გაკვეთილიც ასწავლა. ჩვენ სულ ვამბობთ ჩვენს ოჯახის წევრებით. პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენმა ოჯახის წევრებმა ყველა მივიღეთ ეს მოცემულობა ისე, როგორც ნაკლებად, ასე ვთქვათ, სანერვიულო, ანუ ყველა მივიღეთ ისე, რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ, მატა იქნება წარმატებული, მატა იქნება თვითკმარი, ყველა განათლებასაც მიიღებს, რა ვიცი, იმუშავებს კიდევაც, მოკლედ ესე მივიღეთ ეს ამბავი. თუმცა მატამ გვასწავლა მართლა აი უპირობოდ გვასწავლა განსხვავებული ადამიანების მიღება. წინ კიდევ ბევრი პატარა გამარჯვება და ბედნიერი წამია. დედამ კი ზუსტად იცის, რას ეტყვის საკუთარ შვილს, მაშინ როცა ის გაიზრდება. პირველ რიგში ვეტყოდი აუცილებლად, რომ მადლობა, რომ მე ამირჩია მატამ დედად, რომ ჩემთან მოვიდა. მართლა 1000 სიცოცხლე რომ მომეცეს, 1000 სიცოცხლეში ვინატრებდი, რომ მატა ჩემთან ყოფილიყო და ვეტყოდი, რომ ყოველთვის მის გვერდზე ვიქნები, რაც არ უნდა დაჭირდეს, როგორც არ უნდა იყოს, რადაც არ უნდა დამიჯდეს, სრულფასოვან ცხოვრებას ვეცდები, რომ მოიწყოს. ახლა
ახლა გადავალთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, ფსიქოონკოლოგიაზე. ეს არის მიმართულება, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება მსოფლიოში და სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ონკოლოგიურ პაციენტებში. საქართველოშიც არსებობს ეს მიმართულება და ის არა მხოლოდ პაციენტის, არამედ მისი ოჯახის მხარდაჭერაზეც ზრუნავს. როგორ არის ორგანიზებული ეს პროცესი? რა პრობლემები აქვს პაციენტებს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის თვალსაზრისით და რატომ არის ეს ამდენად მნიშვნელოვანი? ჩვენი სტუმარია საქართველოს ფსიქოონკოლოგიის საზოგადოების თავმჯდომარე, ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი თამა კახნიაშვილი, რომელსაც 100 პაციენტებთან მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს უკვე დაგროვებული. ბატონო თამა, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ გესტუმრეთ. პირველ რიგში რომ შევეხოთ ამ შეიძლება უცნობ თემას ბევრისთვის, რომ არსებობს ფსიქოონკოლოგიის ცალკეული დარგი, რა მნიშვნელობა აქვს ამ დარგს და რა დახმარებას უწევთ პაციენტებს, როცა მათ ონკოლოგიური დიაგნოზი უდგინდებათ. მოგესალმებით, მიხარია თქვენს გადაცემაში სტუმრობა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გადაცემა გაქვთ და მიხარია რომ ისეთი მნიშვნელოვანი თემების გაშუქებით ხართ დაკავებული, თუნდაც როგორც არის ფსიქოონკოლოგია. ონკოლოგიური პაციენტის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ არის მხოლოდ საკმარისი დღესდღეობით, იმიტომ რომ ვიცით რომ საკმაოდ განვითარებული არის მკურნალობის ტექნოლოგიები, სხვადასხვა ახალი მედიკამენტების გამოგონება ხდება და უმნიშვნელოვანესი გახდა პაციენტის სიცხვის ხარისხზე ზრუნვა. და სწორედ ამას ემსახურება ფსიქოონკოლოგიის მიმართულება, რომ გამაუმჯობესოთ ონკოლოგიური პაციენტების ყოველდღიურობა, ჩართულობა, აქტივობა საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, დაბრუნება ისევ იმ სოციუმში, სადაც ჩვეულებრივად ცხოვრობდა, მოღვაწეობდა, ფუნქციონირებდა დაავადების დაწყებამდე და ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად მხარდამჭერები, ხიდი, კავშირი, თუნდაც პაციენტსა და ოჯახის წევრებს შორის, სამსახურს შორის და შესაძლოა სულ ახალ-ახალი აღმოჩენების წინაშეც დავდგეთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გქონია მომენტები, როდესაც ონკოლოგიურ პაციენტს თავისთვის ახალი რაღაც საქმე აღმოუჩენია და ამ საქმეს წარმატებით ემსახურება მერე უკვე. იცით რა უნდა გითხოთ, როგორ ხდება ჩართვა თქვენი პროცესში, ანუ რაღაცა დიაგნოზის დასმიდან, წამიდან ვერტვებით პირობითად თქვენი პროფილით, თუ აი უბრალოდ ჯერ რაღაცა ტიპის მკურნალობის კურსს გადის პაციენტი და მერე უკვე თქვენ თქვათ ფსიქოლოგიურ დახმარებაზე გადადიხართ, აი როგორი არის პროცესი ჩართულობის? პროცესი სასრუელია იყოს დიაგნოზის დადგენის მომენტიდან ჩართულობა ონკოფსიქოლოგიის, თუმცა საქართველოში ამის ფუფუნება ჯერ არ გვაქვს, იმიტომ რომ სპეციალისტები საკმაოდ ცოტანი ვართ. ჩვენ შემთხვევაში ჩვენი კლინიკის ბაზაზე ხდება ისე, რომ თვითონ ექიმი ონკოლოგი განსაზღვრავს, რომელ კონკრეტულ პაციენტთან არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგის თუ ფსიქიატრის ჩართულობა და დახმარება. რაც უნდა გითხრა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ეს ონკოლოგიური დაავადებას ახლავს თან ყოველთვის შიში, შფოთვა, პირველობა, რაც არის ძალიან ბუნებრივი. ამ ყველაფერს მართვა რთულია და ასევე რთულია ამ პაციენტებში მართვა, იმიტომ რომ თქვათ ფსიქიატრიული მედიკამენტები, რომლებიც შეიძლება მიიღოს სხვა პაციენტმა, ქიმიოთერაპიის ფონზე მაგალითად შეიძლება არ იყოს ხელსაყრელი, ან არ იყოს დაშვებულიც კი ურთიერთქმედების გამხვა ამ მედიკამენტებს შორის. როგორ იცვლება აი ფსიქიატრიის დარგი ამ პაციენტებთან მართებაში? ძალიან დიდი მადლობა კარგი შეკითხვისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. ვინაიდან ონკოლოგიურ პაციენტებს სჭირდებათ ხშირად ქიმიოთერაპიული, იმუნოთერაპიული მკურნალობის პროცესები და ეს საკმაოდ რთული გადასატანია ორგანიზმისთვის და თან დართული არის ამ შემთხვევაში ან დეპრესიის, ან ძლიერ გამოხატული შფოთვის პრობლემები, ფაქტის წინაშე ვდგებით ხოლმე, რომ რიგ შემთხვევაში საჭიროა მედიკამენტების დანიშვნა. მედიკამენტების დანიშვნა უნდა მოხდეს სიფრთხილით, აუცილებლად ფსიქიატრი ნიშნავს მედიკამენტს და აუცილებლად ონკოლოგიის სპეციფიკის ცოდნით. რატო? იმიტომ რომ შესაძლებელია მოხდეს მედიკამენტების ურთიერთქმედება და ამან კიდევ უარყოფითი გავლენა მოახდინოს პაციენტის ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესოს. ძირითადად ისინი ყოველთვის ამაყობენ ხოლმე, როდესაც არიან მხნეთ და ამას ხშირად უსვამს, რომ მე ყოველთვის იმედიანად ვარ. აი თქვენს გამოცდილებაში როგორ არის ხოლმე ეს განაწილებული? როგორ ალბათ ხდებათ ყველანაირი ტიპის პაციენტი. აი რა არის თქვენი გამოცდილება და ყოფილად ვარ ეს შემთხვევა, რომ თქვენი ჩართულობით რაღაცები შეიცვალა. თქვენ ძირითადად სიუჟეტებში ყავთ ალბათ ის პაციენტები, რომლებიც წარმოადგენენ კონკრეტულ პაციენტს
პაციენტთა კავშირებს, ორგანიზაციებს. ანუ აქამდე რომ მოვიდეს პაციენტი, მას სჭირდება კიდევ დამატებითი გამოცდილება, რომ მიიღოს უკვე ეს მხნეობა და სხვას გადასდოს და გაუზიაროს. მაგრამ სანამ აქამდე მივა, მანამდე არის ხოლმე ეს დაავადების გაგების შიში, გააზრება, რა იქნება, მომავალი იცვლება, რა მეშველება პირველ რიგში, რა ეშველება ჩემს შვილებს, რა იქნება ანუ გაურკვევლობის განცდა თანხლების სევდით, რომელიც ხშირ შემთხვევაში გადაიზრდება ხოლმე ისეთ პრობლემებში, როგორიც არის დეპრესია, როგორიც არის ძილის დარღვევა და ეს ყველაფერი თავისთავად ხელს უშლის თვითონ ონკოლოგიური დაავადების, ძირითადი დაავადების მკურნალობის პროცესსაც. აი თუნდაც პოსტოპერაციული გამოჯანმრთელების პროცესი გაცილებით შეიძლება გართულდეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს თანხლები დეპრესია, ვიდრე უფრო ჯანმრთელი ფსიქოემოციური მდგომარეობით პაციენტს. დიახ, რაც საინტერესოა ასევე ჩვენთვის არის რა სტადიებს გადიან ონკოლოგიური პაციენტები, შემდეგაც გაიგებენ თავიანთი დიაგნოზი. საქართველოში, ზოგიერთ ქვეყანაშიც, ძირითადად უფრო აღმოსავლეთის ქვეყნებში არის ხოლმე დიაგნოზის დამალვა პაციენტისთვის, არ გაჟღერება, ოჯახის წევრი როგორც წესი შედის ხოლმე ონკოლოგთან და თხოვს, რომ აი ამან არაფერი არ უნდა იცოდეს, ვერ გადაიტანს. მინდა გითხრათ, რომ ეს არასწორი მიდგომაა, იმიტომ რომ ყველა ადამიანს გადააქვს ეს დიაგნოზი, შეიძლება გარკვეული შფოთვა და მღელვარება წამოვიდეს და პირველი დღეები იყოს ცოტა ფსიქოემოციურად გაუწონასწორებელი ადამიანი ძილით დაერყვეს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ეს ჯობია, იცოდეს თავისი დაავადების შესახებ, როგორ მოუაროს საკუთარ თავს, იმიტომ რომ გაცილებით მარტივად მიდის მერე ექიმთან ურთიერთობის, მკურნალობის პროცესი, კვების პროცესი, ანუ კვების საკითხებიც მოსაწესრიგებელია ხოლმე ონკოლოგიაში, ყველა საკვები უკვე აღარ არის მისაღები და თავსებადია ამ დაავადების მკურნალობის პროცესში. და ყველაზე მთავარი, როდესაც პაციენტი მიდის და მკურნალობას იტარებს იმ დაწესებულებაში, ფილტვების ანთების დიაგნოზით, ეს ძალიან არასწორია, იმიტომ რომ ყველა გარშემო მკურნალობს ონკოლოგიას და რა თქმა უნდა, უფრო მეტი შიში და შფოთვა უჩნდება, რომ ესე იგი ისეთი რამე სჭირს, რაც შეიძლება რომ არ უთხრან და რის გამოც მას უმალავენ ამ დაავადების დიაგნოზს. ამიტომ მიდგომა პაციენტებს სჭირდება ძალიან განსხვავებული და ერთმნიშვნელოვნად არ უნდა დავუმალოთ დიაგნოზი. შეიძლება მაშინათვე არ უთხრათ, შეიძლება მძიმე ფორმით არ უთხრათ, თქმის პროცესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აი ამიტომ ყველა ნიუანსი არის გასათვალისწინებელი მკურნალობის პროცესში, რომ მათი ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რადგან ეტაპები ვახსენეთ, ეს არის დაავადების მიღების და გაგების პროცესი, ანუ დიაგნოზის მიღების. არა მარტო პაციენტისთვის, არამედ ოჯახის წევრებისთვის. ოჯახის წევრებს ჭირდებათ ხოლმე დახმარება. კი, ჭირდებათ და სასურველია თუ ოჯახის წევრებთან ერთად შეიძლება განსაკუთრებით თუ ეს არის მეუღლე ან შვილები, ხშირად მაქვს პრაქტიკაში, რომ შვილს უმალავენ დიაგნოზს და არეუბნებიან, იმიტომ რომ ეცოდებათ მფარველობენ ამით შვილს, მაგრამ ისევ იგივე პრობლემას ვაწყდებით, რომ შვილმა შეიძლება უფრო უარესი იფიქროს გაცილებით, ვიდრე სინამდვილეში არის ეს დიაგნოზი და ამიტომ ურთიერთობას და საუბარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახი ვახსენეთ და მნიშვნელოვანი ასევე ვისაუბროთ მომლელის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, იმიტომ რომ ყოველთვის თქმა უნდა თავი ყურადღება გვაქვს პაციენტზე, მაგრამ ოჯახის წევრები და მომლელები რჩებიან ამ ყურადღების გარეშე. თქო, მძიმე როლი აქვს მათ ასევე. თქვენ თუ ხართ ჩართული ასე მათ გამხნევებაში და მათ ფსიქოლოგიური პრობლემების გაუმჯობესებაში და რა არის საჭირო ამისთვის? მოდი ასე ვთქვათ, მომლელზე ვსაუბრობთ უკვე იმ შემთხვევაში, თუ ეს არის დაავადების შორს წასული შემთხვევა, რაღაცა მძიმე ვითარება. ძირითადად მომლელები არ ჭირდებათ ხოლმე, იმიტომ რომ როგორც წესი თვითონ უვლიან თავის თავს და აქტიურები და ჩართულები არიან ყოველდღიურ საზოგადოებრივ. მე მყოლია პაციენტები და არც თუ ცოტა, რომელიც გადასხმიდან მიდის სამსახურში პირდაპირ იმავე დღეს. აი ამ შემთხვევაში როდესაც უკვე ძალიან შორსწასული ან ცუდი დიაგნოზია ისეთი არაკეთილსაიმედო გამოსავლებით. რა თქმა უნდა, მომლელი ძალიან სერიოზულ სტრესს განიცდის და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ ადამიანს ყავდეს ან შემცვლელი, ან ვიმუშაოთ იმაზე, რომ მან მისთვის ცოტა ესეთი თავისუფალი დრო გამოყოს, სადაც შეძლებს საკუთარი თავის აღდგენას, ძალების აღდგენას, რეაბილიტაციას, ანუ ეს არ ნიშნავს მსხვერპლ შეწირვას. უმეტეს მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრეთ და წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ.
ასევე ბევრი ონკოლოგიური პაციენტს, რადგან ეს დარგი არსებობს და არსებობს ამ ხრივ დახმარებას მიღება, რომ მიმართონ ანალიზის სპეციალისტებს, რომ თუ ჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება, არ იყვნენ არ დაიმალონ და ეს მიიღონ რა შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა და მადლობა თქვენ რომ აი ასეთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებს აშუქებთ. მადლობა დიდ.